გასავლებით განმარტა შესაძლებლობისთვის, ხო, ბუნებრივია, ძალიან სწორი კითხვაა და არათუ სწორი კითხვაა, სწორი არსია, იმიტომ რომ ამ პარტიის დაფუძნების ამოცანა მიზანის ზუსტად იმ პოლარიზაციის გარღვევა იყო, რაზეც მათ შორის თქვენ თქვით მონოლოგში, რომ საუბრობენ პოლიტოლოგები, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთ-ერთი მთავარი ამბავი ყოველთვის ჩვენ რასაც ვამბობდით, ის იყო რომ შუა შეიკრიბოს და არ გაიკრიფოს, ეს იყო ჩვენი რაღაცა მთავარი ხაზი, ხო? ყოველთვის მიზანი ამ პარტიის დაფუძნების იყო ეს და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ იყო მოცემულობები, როცა ძალიან სწორად, ძალიან გააზრებულად მივიღეთ ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები ერთობისკენ, მათ შორის ლევანმა რაც ახსენა, ხო, ის იყო კონკრეტული მოცემულობა, კონკრეტული ამბავი, რისკვისაც ჩვენ ეს ერთობები შევქმენით და რა თქმა უნდა, იქ ჩვენი წვლილი გქონდა კი არა, ჩვენ ინიციატორებიც ვიყავით, იმიტომ რომ მაშინ ამას წარმოგვედგინა ჩვენ ეს ეხა არავის არ ეგონოს მართლა, რომ ვიღაცა თუნდაც მამუკა ხაზარაძე რაღაცა ის იყო, ხო? მოტრფიალე იყო იმის, რომ თბილისის ვიცემერი ყოფილიყო, მაგრამ ერთობას და საერთო საქმეს რო ჭირდებოდა, მიიღო ეს გადაწყვეტილება და თქვა, რომ ეხლა იმდენად დიდი ამოცანაა, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ არჩევნებში ქართული ოცნება დავამარცხოთ, მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, მათ შორის ფინანსურად, მათ შორის ადამიანურ რესურსით, ამ ერთობის დიდი ნაწილი ყოფილიყო, მათ შორის ნელო და ისე იყო ყოველთვის, ჩვენ ერთობების ყოველთვის მომხრე ვიყავით, თუმცა ამ ერთობებს ჰქონდა ახლა რა უცხოს ნაციონალური მოძრაობა არის წითელი ხაზი დაუშვათ ადგილობრივ არჩევნებში თქვენი მოკავშირე გახარიას გუნდისთვის. გეტყვით ახლა ნახეთ ჩვენ ყოველთვის ეს დოკუმენტი რომელიც ახლა ჩვენ ნახეთ ხო ეს ოპოზიციური ალიანსის დოკუმენტი არის ზოგადი დოკუმენტი სადაც არაფერი კონკრეტული არ წერია. არ წერია რა უშვებით მაგალითად ვადამდელი ჩაინიშნოს, არ ვიცით რა ვშვებით 28-ში გავდივართ თუ არა, ისიც არ იცის ამ ოპოზიციურმა პარტიებმა თქვათ, ხო? არ არის საუბარი იმაზე, რომ წერია მაგალითად, რომ უნდა იყოს უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება და თანასწორი ხმის უფლება და ეხა ცოტა არასერიოზულია ის, რომ თუნდაც ლევანის გუნდი ფიქრობდეს იმას, რომ EDP-ს და კოალიცია ცვლილებებსთან ახალ თანასწორი რამის უფლება უნდა გქონდეთ, ხო, რაღაც ფასადური მეცხრე პარტია და თან ეხა ახალი ამბავი არ არის. ჩვენ რაღაცა გუშინ გამოვაცხადეთ ეს ამბავი, ახალ რაღაცა ნოუ-ჰაუ ქართულ პოლიტიკაში და არა ხალხო, ამ რვა პარტიას თავის პოზიციონირება დაწყებული ქონდა ერთად და ეს პოზიციონირება დაიწყო მაშინ, როცა ზაფხულში 21 ივლისს გააკეთეს განცხადება და შექმნეს საერთო დოკუმენტი, მათ შორის თქვენს რამდენად გაქვთ რისკი გათვლილი ვაჟა რომ ეს ამომრჩეველში არ იყოს ახმული როგორც საერთო დისტანცირება ოპოზიციური ფრთისგან და უფრო მეტი საბოტაჟი მაგას გეტყვით რა საბოტაჟზე კი არა გეტყვით მივალ მაგამდე იყო ხო 21 ივლისს საერთო 8 პარტია ნუ EDP-ს არ ვთვლით ახლა ცოტა EDP კიდე რაღაცა აქტორად წარმოჩენა EDP-ს ცოტა კომიკური ამბავია ხო რაღაცა შეიქმნა იმისთვის რომ მიმატებული იყო ფაქტია იურიდიულად ამიტომ ამაზე არის საუბარი რომ ეხლა გაკეთდა ეს 8 პარტიის განცხადება, მათ შორის ეს განცხადება მთავარი ხაზი იმ განცხადებისა იყო, რომ მუნიციპალური არჩევნები წარმოეჩინათ რუსულ სპეცოპერაციად და მათ შორის მთავარი ხაზი, ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო ჩვენ პარტიაზე რაღაცა ზეწოლის მოხდენა და მაშინ შეიქმნა დოკუმენტი. ეს დოკუმენტი იყო თავისუფლების მანიფესტი. კი ბატონო. ამ თავისუფლების მანიფესტს როცა გააცნეს მოსახლეობას, მაშინ უთხრეს, რომ მათ შორის იქნებოდა ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროცესის შექმნა, ახალი პოლიტიკური პროცესი მაშინ რა შეიქმნა ჩვენ გვახსოვს, ეს იყო 4 ოქტომბრის ალტერნატიული პროცესი, ხო? რევოლუციის პროცესი, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუციის პროცესი. მოიცა ამ რვა პარტიას გულისხმობ ხა მართლა მაგ 4 ოქტომბრის ამბავში? არა, ყველას გულისხმობ, მათ შორის პარტიების ის ნაწილი, ნაწილი, ეგ სწორია. პარტიების ის ნაწილი იყო ჩართული და მათ შორის თქვენი პარტიაც იყო იქ ჩართული. არა. შენ ნახე, ორგანიზატორი არ იყო, თუმცა მონაწილე იყო ამ პროცესში. ნახე განცხადებები, ვაჟა. ნახე განცხადებები. მონაწილე არ იყო 4 ოქტომბრის კოალიცია ცვლილების. ვინც გადაწყვიტა კოალიცია ცვლილების წევრი თუ იყო და თუ გავიდა მაგაქციაზე ჰქონდა ამის უფლება. რა თქმა უნდა ჰქონდა, მაგრამ მე იმას ვამბობ. ორგანიზატორები არ ვიყავით. არა, ორგანიზატორები არ იყავით, მაგრამ მონაწილეები იყავით პროცესის და მაგას არ ვიყავით. ეს იყო როგორ არის პირადად არ ყოფილვარ, იყო შეიძლება ჩემი თანაპარტიელი მაგას მაყურებელი არ შეიყვანო შეცდომაში. მონაწილე კოალიცია ცვლილებისთვის აბსოლუტური უმრავლესობა, ნახოთ განცხადებები კაცო და ნახე ხო მაგას გეუბნები. ის განცხადებები რომ ლიდერები იქ იყვნენ. სწორად არ გაქვს ნანახსა იქ იყვნენ მათ შორის და
ამის გარდა ეს განცხადება ხო გაკეთდა მაშინ და თავარი ამბავი იყო ის, რომ უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი პროცესი პოლიტიკური, რა შეიქმნა იმის მერე დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესი. ანუ პირველი დოკუმენტი, როცა ამ 8 პარტიამ მიიღო, გარდა იმისა, რომ თავარი ამოცანა იყო ის, რომ რაღაცნაირად ჩვენი ნაბიჯების მათი მხრიდან რაღაცა გაუფასურება მომხდარიყო, იყო ეს ამბავი, რომ აი დავასრულებ რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. იყო ეს ამბავი, რომ პოლიტიკური პროცესი წარმოეჩინათ და თქვეს, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ რეგიონებში, ცენტრებში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა. 21 ივლისის მერე ბათუმში ამ 8 პარტიიდან, რა ვიცი, ნახეთ ჩვენ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მაგალითები, ნახეთ რომ პროცესი ქალაქებსა და სოფლებში გაიშალა. მე ამ 8 პარტიის მიერ პირველ დოკუმენტს ვიძახი, ხო? შექმნილ დოკუმენტს. ეს 8 პარტია ახალი პოზიციონირება არ არის, ზაფხულის მერე ერთად პოზიციონირებენ და გუშინ დაემატა EDP და ჩვენ ეს ვეცადეთ წარმოგვეჩინა რაღაცნაირ ახალ სოფლიო კლასის გაერთიანება. და მიუღებელი რატომ არის და დავასრულოთ ლევანთან უნდა გადავიდეთ. ჩვენი მკაფიო ხაზი და ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე გადაწყვეტილი პოლიტიკურზე დამოუკიდებელი მოძრაობა. მათ შორის ყველა პროცესი, რაც არის ეხლაც, აქამდეც, ყველანაირი კომუნიკაციის პრობლემა არავისთან ჩვენ არ გვაქვს და ამას ლევანი და ლევანის გუნდელები და სხვა ოპოზიციონერები, ვინც არიან ამ ალიანსში ჩართულები, დაადასტურებენ, მათ შორის ეხლაც კომუნიკაცია რიგ კოორდინაციაზე იქნება ეს აქციები, იქნება ეს სხვა სახის, მათ შორის საერთაშორისო ველი თქვა, ხო, პარტნიორები და მათ შორის ჩვენ ერთადაც ამ პერიოდში გვივლია, მათ შორის ალდეს კოლგის ქვეშ, როცა ერთად მივდივართ ალდეს კოლგის ქვეშ ყობი პარტნიორები, ანუ რომ შევაჯამოთ, ვაჟა. ადგილობრივი არჩევნები იყო წითელი ხაზი, რამაც თქვენ ერთმანეთს დაგაშორათ სხვა ოპოზიციასთან. არაფერი ჩვენ გქონდა ჩვენი სტრატეგია, ამ სტრატეგიაში ჩვენ ვიყავით სრულიად იმ ხელშეკრულების პირობებს, რაც გასაჯაროდა, ჩვენ აქამდე ვასრულებდით. ახლა მთავარი ამბავი არის, რომ თავდაუსხმელობა ერთმანეთზე და ჩვენ ამ თავდაუსხმელობას ყოველთვის ვასრულებდით, მიუხედავად იმისა, რომ იქედან მოდიოდა თავდასხმის მიაღვარი და სიტყვები აღარ შეიძლება იმის გამეორება აღარ შეიძლება, ხო, რაზეც მოდიოდა ჩვენი მისამართით და ჩვენ თან ვართ ხელმომწერი ქარტიის და ამ დოკუმენტში ასევე წერია, რომ ყველაფერი უნდა იყოს, დიდი ნაწილი უნდა იყოს დაფუძნებული ქარტიაზე და ქარტიის ხელმომწერები ვართ, ქარტიას ვიაზრებთ, არსაიდან არ გავსულვართ და ის ყველაფერი, რასაც ითვალისწინებთ ეს აქ ჩვენ იმ ქარტიას ვასრულებთ. კი ბატონო, დაგიბრუნდებით. იქედან სამწუხაროდ ისევე არ მოხდა. ლევანსაც მივცუ რაღაცა ის შესრულებულა ის დოკუმენტი მაგას ვამბობ. რას გულისხმობ შე რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას ბათუმში? რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას ბათუმში რას გულისხმობ შენ? ანუ 21 ივლისის მერე თქვენ თქვით, რომ 21 ივლისის მერე უფრო აქტიურად ვებრძვით ბათუმში პროპაგანდას ადგილებზე. და რაში გამოიხატა ეგ რომ ვებრძოლეთ? ბათუმში არა, ქედაში ვებით უმეტეს ვერა, ხო? გავიგე ხო და რისი მოლოდინი გქონდა შენ მითხარ რომ კარგად გავიგე. თქვენი რა ვიცი მე იმ საერთო განცხადება იყო და მე მაინტერესებს რუსული ბრძოლის ნაწილში რას მოიაზრებდიო ლევანი გეკითხება ვაჟი. მე რას მოვიაზრებდი კაცო, მათი დაწერილი კაცო რა ეწერა დოკუმენტი. არ გამიჩერებია რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა. ვებრძოლოთ და მაინტერესებს რა ეტაპზე როგორ ებრძოლოთ. მათ შორის იმაზე როცა ვსაუბრობდით, რომ იქ იყო საუბარი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა, პროტესტის სოფლებში და ქალაქებში გაშლა, რაც ასევე არ გამოვიდა სამწუხაროდ. ანუ ის დოკუმენტი წინ კი არ წავიდა, უკან წამოვიდა და ამას მე რაღაცა ნიშნის მოგებით კი არ ვიძახი. ფაქტია რომ უკან წამოვიდა და ცუდია ეს ამბავი, უბრალოდ დოკუმენტი ნიშნის მოგებით ვაჟა, ნიშნის მოგებით შენ მაგას არ ახსოვდა. ნიშნის მოგებით მით უმეტეს ვერ იტყვი ახლა კი შენ ისევ იმავე აზრზე ხარ, მაგრამ რეალურად თვითმმართველობის არჩევნებში გასული პარტიის წევრი მაგას ვერ უნდა ამბობდეს 2025 წელს გულისხმობ. მაგას მართლა ვერ უნდა ამბობდეს. ჯერ ერთი რო თქვა და მე მეორე, აი შენი პარტიის რეგიონალური ხელმძღვანელი ერთი წუთი დამასრულებინე კაცო. დამასრულებინე. ერთი წუთი დამასრულებინე. გენოთებიზე რომ ეჭდა პატივისცემას უდასტურებ ასევე და ერთ ბრძოლაში ვართ არა მანდორი აზრი. ლაშა იყო მაშინაც წამყვანი. რომ მითხრა რომ რეებს კადრულობო, როგორ ამბობ მაგას რომ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში გავალთო და რაღაცა და მეორე დღეს რომ საერთოდ შეცვალა სურათი, მაგაც ვიძახი, ანუ სიტყვა არის მთავარი იარაღი. მასეთი ბევრი იყო ვაჟა. ლაპარაკი, რომელიც ამ 8 პარტიამ პირველი საერთო დოკუმენტი გავრცელა, გავიგე. სამწუხაროდ გახვედით იმ არჩევნებში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართულ ოცნებას, მაგას ვიძახი. რაში? იმაში რომ საერთოდ მარტო რჩებოდა, თქვენ რო არ შესულიყავით, რჩებოდა ის პარტიები, რომლებიც რეალურად არ არიან ოპოზიცია. და ის არგუმენტი, ვინ არ არიან ოპოზიცია ხა ეგ არის? რომელი?
რომელია ოპოზიცია? მათ შორის გახარიას პარტია, გახარია ახლა შენთან ერთად მოვიაზრებ, ერთად გახვედით, კაცო. შეთანხმებული კანდიდატი დასმულოს ლევანმა და უნდა შეაჯამო ვაჟა. შეთანხმებული აღარ უჩება. ამიტომ მაგაზე არ არის არავინ, ანუ ნახე ლაშა ვიტყვი უცებ რამდენიმე ამბავს რა. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ამბავი გვაქვს, ამ საერთო ამბავში ეხაც ვრჩებით ერთად და მათ შორის ამ ოპოზიციის ალიანსის განცხადება, რომ ჩვენ ღია გვაქვს კარი, ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ისე დაადასტურა არაერთმა ლიდერმა. არ არის ლაპარაკი და მაყურებელმა რომ იცოდეს ეს არის განსაკუთრებული დამოუკიდებელი, ჩვენ ვაქვს დამოუკიდებელი გზა არჩეული, რაც ჩვენთვის ძალიან რთულია და ჩვენ ვართ პარტია მართლა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი გზა გვაქვს არჩეული, ოღონდ ამ დამოუკიდებლობის გზაზე ასევე ვართ ასაგზალციაში, ასევე ჩვენ ლიდერებზე არის საქმე, ასევე ჩვენ ლიდერები არიან ციხეში და მიუხედავად ამისა ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა და ყველა ნაბიჯი ჩვენ თქვით, მაშინაც ახლაც რომ სრულ რაღაცა შეთანხმების და ლაპარაკის პრობლემა ერთმანეთთან ერთად რაღაცების კეთების პრობლემა დასავლეთის, ანუ პროდასავლურ ოპოზიციასთან ჩვენ არ გვაქვს. თუ ამ ერთობის ნაწილად არ განვიხილავთ თავს და რაღაცა საწყენი ამბავი გახდა, ხო, რომ ეს ერთი კოლგის როგორ წარმოგიდგენიათ ამ პოზიციებით თუნდაც კოალიციური მთავრობის ფორმირება, მოდი და ქართულმა ოცნებამ ჩანიშნა რიგგარეშე არჩევნები. ხო, რომელზეც არ გვაქვს პოზიცია, გავალთ თუ არა ეხლა რომელიც თქვენ ახსენეთ. აი როგორ წარმოგიდგენიათ? შენ გაქვს ამ განსხვავებული პოზიციებით ვაჟა. მე ამ ფორმატში შეთავაზე ვინმე დაგიბლოკა, მაგას ვიძახი. ხო მიდიოდა საუბარი აქ ერთად ხო ვისხედით და ცდელობა ხო იყო მინიმუმ საუბარი. ვერ გავიგე. რიგგარეშესთან დაკავშირებით რამე პოზიცია ვინმე ხო და მაგას ვამბობ, შენ რა პოზიცია გვაქვს გითხარი? რა იცი რომ არ გვაქვს ჯერ პოზიცია ჩანაწერში თუ არ გითქვამ, თქვენ თქვით რომ არჩევნებს არ ეხება ეს ერთობაო. გასაგები. გავიგე, ანუ ერთი ნომრით არ გავ მაგი 2 წუთი მაგაზე ვინდა? 2 წუთი გვაქვს და შევაჯამოთ საუბარი ჩვენი. ანუ პოზიცია არ არის ამ ეტაპზე ნათელი დოკუმენტით. მაგას ვამბობ, მე გამოლოდინები უნდა გქონდეს. გამოლოდინები უნდა გქონდეს ლევან. აქ რაღაცა ისე გითხარი ეგ პოზიცია და შეიძლება პირიქით შევცვალოთ, ან შემოგეთავაზებია, მაგას ვიძახი. ხო და გეუბნები. რიგგარეშესთან დაკავშირებით თუნდაც. ეს დოკუმენტი რო არ იყო კონკრეტული, ის კონკრეტიკები რაც ლევანი ელოდებით კონკრეტიკას, ესე იგი ვაჟა, ხო? თუ ეს დოკუმენტი იქნება კონკრეტული, თუ ეს იქნება, აი თვითმმართველობის არჩევნები ახსენა ლევანმა და ჩვენ ვამბობდით, რომ ერთიან სიაზე ვლაპარაკობდით და ერთიან კანდიდატებზე ვლაპარაკობდით. მართლა თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენ მერე ვამბობდით რომ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ჩვენი კოლეგების დარწმუნება. ოღონდ ეს რო ჩვენ თქვით, მერე იქედან კიდე რა წამოვიდა ცალკე ამბავია და ეხა ეს რწმუნების ტვირთი აიღოს ამ 8 პარტიამ თუ 9 პარტიამ საკუთარ თავზე შექმნან ისეთი ერთობა დაგვარწმუნონ ჩვენ რომ ეს დოკუმენტი არ არის ქარტია დავივიწყოთ და ახალი დოკუმენტი არ არის ისეთი დოკუმენტი რომლის გამოცდილება ცდელობა იყო და ვერ დარწმუნდი? ვერ დარწმუნდი? რა თქმა უნდა, აბა რა არის მიზეზი ეგ არის რომ ეს რიგგარეშესთან დაკავშირებით ეს დოკუმენტი ჩვენთვის არ არის მკაფიო, რამე შეთავაზება გქონდა რომ განზოგადებულიყო? არა, პირიქით დაკონკრეტებულიყოს ვიძახით. ეს დოკუმენტი არის ზოგადი. ეს დოკუმენტი ჩვენთვის არის ზოგადი, ეს დოკუმენტი არის ჩვენთვის მცდელობა იმისა, შეთავაზება თუ გქონდა, რა თქმა უნდა, აბა დააზარელებს თუ არა ასეთი პოზიცია საერთო ჯამში. არა, ოპოზიცია ეს დოკუმენტი არ არის კონკრეტული თუ როცა კონკრეტულ ეტაპებზე, არჩევნებზე, ამოიწურა ჩვენი დრო და ლევანსაც მიცეთ საშუალება. მიზანი გავიგე. ამოიწურა ამასობაში ჩვენი საერთო დრო და ლევანს ვერ მივეცით საშუალება. შეთავაზეთ რამე თქვა უნდა შევთავაზოთ და არ გაგიბლოკეს ხო წეგან 5 წუთის წინ მითხე და არაო მითხარი ანუ ჩვენთან კომუნიკაცია ხო არსებობდა ამ დოკუმენტის მადლობა კონკრეტიკა თუ აინტერესებს ვაჟას ვიღაცებთან უნდა დარეკოს იცის ვისთანაც და იყო ამაზე საუბარი ამაზე სადარ კონკრეტიკა დოკუმენტში უნდა ეწეროს რომელიც ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ